ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირაა, ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც გაუძღვები მე თენგო ომანიძე. დღეს კი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სტატისტიკოსი ბატონი ნოდარ კაპანაძე. მოგესალმებით. ბატონ ნოდარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა დღეს ვისაუბროთ ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე. პრემიერის ბოლო განცხადებამ და გულისხმობ სურსათთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ და სურსათის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გარკვეული შოკი გამოიწვია ჩვენი საზოგადოების ლიბერალურ წრეებში, განსაკუთრებით ბიზნეს წრეებში და ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევა წმინდათა წმინდა ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის აი ამ წმინდათა წმინდა პრინციპში. მე მაინტერესებს ვისაუბროთ, ну ეს რეალურად ასეც არის კი სახელმწიფო, როდესაც გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებს ალბათ ამ მიმართულებით და შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩარევად თავისუფალი ბაზრის მუშაობაში. თუმცა მინდა ვისაუბროთ, რამდენად მართლაც ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა არის გარანტია ქვეყნისთვის ეკონომიკური წინსვლის განვითარების, სოციალური გარემოს გაუმჯობესების პირველ რიგში და როგორ მოხდა ეს იმ ქვეყნებში, სადაც რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნებად, როგორიც არის ევროპის, დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, როგორ მუშაობს იქ ეს? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ შეიძლება, ან პირიქით ვამბობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა საჭირო და აუცილებელია, მაშინ აი როგორი არის ამ მხრივ დასავლური პრაქტიკა, განვითარებული, წარმატებული ქვეყნები, ისინი ხომ მუშაობენ ამ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით და რანაირად მოხდა მაშინ იქ ესე განვითარება. აი ეს არის საკითხები, რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ და თან შეგვიძლია რომ დავიწყოთ საუბარი ცოტა უფრო წარსულიდან, იმ ეპოქიდან, როდესაც აი ეს სახელმწიფოები იწყებდნენ განვითარებას, როგორ მოხდა მათი აი ეს ეკონომიკური წარმატება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეხლა თქვენ რაც იკითხეთ, თქვენ რაც თქვით ახლა, მაგ კითხვაზე რამდენიმე ფენიანი პასუხი უნდა გაიცეს. დავიწყოთ პირველ რიგში დავიწყოთ იმით, არის თუ არა სადმე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. და რა იგულისხმება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში და მისი რომელი ელემენტები სად როგორ მუშაობს და რა დონეებზე მუშაობს ეს. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ადეპტები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ კონკურენცია არის უკეთესი მომსახურების, პროდუქცია უფრო იაფი და ეფექტური ხარისხიანი პროდუქციის წარმოების აუცილებელი ფაქტორი და ну ეს უზრუნველყოფს ერთმანეთთან კონკურირების პირობებში უკეთეს მომსახურებას და წინსვლას და განვითარებას. რაღაც დონეზე ეს სენტენცია, ეს თეზა მუშაობს. ნამდვილად მუშაობს, ну ახლა მე პირობითად ვამბობ ხოლმე ორი სახინკლის დონეზე, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ორი ქარხნის დონეზე, ორი საკონსტრუქტორო ბიუროს დონეზე. შეიძლება რაღაც რამდენიმე მოთამაშე თუ ბაზარზე, მათ პირობებში ეს მუშაობს. ნამდვილად, მაგრამ ანუ მიკრო დონეზე, საწარმოს დონეზე და მეზო დონეზე რაღაც ერთსა და იმავე ქვეყანაში რამდენიმე საწარმოს დონეზე მუშაობს, მაგრამ მაკრო დონეზე და მეგა დონეზე ეს
ეს ესე წრფივად არ მუშაობს რა, მოკლედ ზუსტად იგივე რაც ორი საწარმოს პირობებში რასაც აკეთებს კონკურენცია, იგივე არ ხდება ქვეყნებს შორის კონკურენციის და იგივე არ ხდება რეგიონებს და კონტინენტებს შორის კონკურენციის ზონაზე. ცოტა სხვა ფაქტორები უფრო მეტად გადამწყვეტია. ანუ ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე ეს რომ ნუ მაგალითად ეხა ჰიპოთეტურად სიტყვაზე რომ ვთქვათ რომ ორი ფეხსაცმლის ატელიე არის გვერდიგვერდ რაღაც აი ვილა ბაჯო და რაღაც ვილაშ მაჯო თუ რაღაც რო იყო რეკლამაში ხო გასულ ხო არის ესე გვერდიგვერდ და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო კარგ ფეხსაცმელს გამოუშვეს ვინ უფრო კარგ ხინკალს მოახავს და რა სწორედ ვინ უფრო იაფად იმიტომ რომ ვინც გააკეთებს იაფად მას მეტი კლიენტი ეყოლება ხო მეტი კლიენტი ეყოლება ხო მაგრამ ნებისმიერი ბიზნესი მიისწრაფვის მონოპოლიისკენ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა ხო და თუ ბაზარზე რჩება სასრული რაოდენობის ანუ ესე იგი გარიგების და დადება რომ შეიძლება ესე აი 3-4 მოთამაშეს თუ გადანაწილებული მთელი ბაზარი ძალიან დიდია კარტელური გარიგებების რისკი ხო კარტელური გარიგებები ეს არ არის ის გარიგებები, როდესაც სისხლით ან მელნით ან რომელიმე ფიზიოლოგიური სითხით ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს. ეს ერთად ხდება ვერბალური შეთანხმების დონეზე ხოლმე. ანუ ამ კარტელური გარიგების ნახვა შეიძლება მხოლოდ ანალიტიკით. ანუ ეს არ არის რამე ისეთი, რაც იქნება დაწერილი, დადასტურებული, ხელმოწერით. საერთოდ არც ერთი შეთქმულება ხელშეკრულებით და ხელმოწერით არ დასტურდება. ერთადერთი ეს ცნობილი ეგეთ ხელშეკრულება ისტორიაში ჩოფან ყაენის წინააღმდეგ ბუღათურქის შეთქმულება, როდესაც ხელმოწერით იყო დადასტურებული შენექნები ყაენია. ჩვენთვის მაგას დემეტრე თავდადებული მოყვა მაგ ამბავს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ხელმოწერილი დოკუმენტით იყო დადასტურებული შეთქმულება. დანარჩენი ნებისმიერი შეთქმულება მხოლოდ ვერბალური შეთანხმების პირობებში დგება. ის რომ ნახა მაგალითად ბენზინის ორი გამყიდველი თუ არის მხოლოდ ქვეყანაში ის ორი გამყიდველი რომ ფასებზე შეთანხმდნენ და მაღალ ფასებში გაყიდონ ბენზინი, მათ შორის არ არის აუცილებელი ხელშეკრულება იყოს ამას დადებული. ხო, მაგრამ მაშინ ახლა სახელმწიფომ როგორ უნდა დაადგინოს კარტელური გარიგებები? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა, კარტელური გარიგებების აღმოჩენა და დანახვა შეიძლება ფასს წარმოქმნის სკრუპულოზური შესწავლით. ვინაიდან არის რაღაც ფასები, რაღაც ეტაპებს გადის პროდუქცია ქვეყანაში შემოსვლიდან ან წარმოებიდან მოხმარებლამდე. და სად რამდენი მარჟა ემატება და რამდენი არის მოგების მარჟა. აი ამის შესწავლა არის საჭირო, ამ გზის შესწავლა. სხვა შორის ეს თქვა კიდეს პრემიერ-მინისტრმა, ხო და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ეხლა მოდი გადავიდეთ ისევ იმ ევროპაზე, ხო? და იმ ქვეყნებზე, სადაც საბაზრო ეკონომიკა მუშაობს. საბაზრო ეკონომიკა ყველაზე უფრო კარგად მუშაობს წესით, ყველაზე უფრო ზუსტად აი თავისი ესეთი შეუნიღბავი პრინციპით მუშაობს სწორედ უღარიბეს ქვეყნებში. აი როგორიც არის მაგალითად სუდანი, ბანგლადეში და შემდეგ და იქ არის ლიბერალური ეკონომიკა. იქ არის ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა, ველური კაპიტალიზმი, ჩვენთანაც იგივე იყო 90-იანებში და რაც იყო რა, რაც არის კაპიტალიზმის ნამდვილი სახე, ეგ არის. ანუ არანაირი რეგულაცია ბაზარზე, რომელი მოთამაშეს მოახერხებს და რასაც მოახერხებს, იმის მიხედვით ნაწილდება მერე ყველაფერი. კი ბატონო, მაგრამ ახლა თუ გადახედავთ მაგალითად ევროპის ქვეყნებს, სადაც რომლებიც ძალიან თავს იწონებენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით, იქ რაღაც მიკროდონეზე კი ბატონო არის შიგნითკენ შეიძლება რაღაც საბაზრო ეკონომიკის ელემენტები, მაგრამ მაკროდონეზე იმ ბაზარზე შესვლა და იმ ბაზარზე ოპერირება არის წარმოუდგენელ სირთულეებთან დაკავშირებული. ამისთვის ჩვენ მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ურჩევ ყურადღებით წაეკითხოს ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს და ევროკავშირის შორის, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება DCFTA და ნახავთ თუ რა პირობები უნდა შეასრულონ ევროპულ ბაზარზე შეხვიდე. და საერთოდ იღებს თუ არა იმ ბაზარზე შესვლა, ეგეც საკითხავია რა. ხო, მაგრამ თვითონ მოთამაშეებს შიგნით ხო არის კონკურენცია სისტემის შიგნით. ხო და ეს არის მერე კი ბატონო, შიგნითკენ ის რა კონკურენცია შენ არ გეკითხება რა.
შენთვის ის თავის შიგნით კი არ შიგნით არ არის ისე გასმარო თქვას კონკურენცია და ფასების რეგულირება ეხა ძალიან მშვენივრად ხდება რა. და არის უამრავი შეზღუდვა საერთოდ რომ აი ანტიმონოპოლიური სამსახური ძალიან სერიოზულად მუშაობს. იმიტომ რომ ერთადერთი სწორედ აი ეს სტრუქტურა არის რომელმაც უნდა რაღაცნაირად ეს მადა მოთოკოს რა. ენერგიდან ნებისმიერი ბიზნესი ყოველთვის მინისტრაფის მონოპოლიისკენ. თქვენ თუ აწარმოებთ მაგალითად ჩუსტებს, თქვენი ოცნება არის რომ მხოლოდ თქვენ იყო ჩუსტების წარმოებელი მთელ პლანეტაზე. და რომ მხოლოდ თქვენი ჩუსტი გაიყიდოს, რაც შეიძლება ზვირად. და ამიტომაც არის ხოლმე უამრავი დემპინგური ფასების გაყიდვა, კონკურენტების შთანთქმა და ეს რაღაცები, ხო? ანუ ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, არის იქ უამრავი საკანონმდებლო ბარიერი ამას. ანუ მთლიანად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს. ეს არის მითი. ეს ერთი. ახლა ვიღაცები ამბობენ რომ ეს ცუდია და ეს გადმონაშთია ესეთი შეზღუდვებია, მაგრამ ესეთი გადმონაშთები სადაც არ არის. ის ქვეყნები გამოირჩევიან უკიდურესად მაღალი უთანაბრობით და უდიდესი სიღარიბის დონით. აი სუდანი ახსენეთ ხო თქვენ? აი მაგალითად სუდანი, იგივე კონგო, ეკვატორული აფრიკის ქვეყნები და პრინციპში სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბევრი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ იყო ეს ფილიპინები მაგალითად, სადაც არის სრული ესეთი ველური კაპიტალიზმი. ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ჩილე არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ის რომ შეიძლება ჩილეს GDP დიდი აქვს, მაგრამ უთანაბრობა ძალიან დიდია იქ. პინოჩეტის დამსახურებაა სწორედ. ეს ჩვენთან ლეგენდარულად რომ მიაჩნდა თავის დროს. ახლა არგენტინა მაგალითად ეხლა თანდათან იძირება მაგ ქაოსში. არგენტინაში ხო ბოლო წელს განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაღაც სერიოზულ ექსპერიმენტთან გვაქვს საქმე როგორც კიდე ეგ ექსპერიმენტი გირჩმა მოიგო არჩევნები. ხო და ეგ ექსპერიმენტი როგორ დამთავრდება, მაგათ მთელი მხიარულება წინა აქვთ. 20 მილიარდიანი მხიარულება ქონდათ უკვე შარშან. და უცებ ამერიკამ რაღაც დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ ამერიკისგან უფასო დახმარება ისტორიას არ ახსოვს და არც ეგ არ იქნება უფასო დახმარება, რა თქმა უნდა. ნუ საქართველოში არ დაგეთანხმებათ ბევრი. ხო ახლა რომ ამერიკა უფასოდ არავის არ ეხმარება, ჩვენთან განსხვავებული მითები არსებობს. კი, მაგრამ ეს მითებია ყველაფერი, ხო? რეალურ სურათს რომ შეხედავ, ეს ყველაფერი ამაზე საფასურს ხდია აუცილებლად. ხო, ეხლა საიდან მოვიდნენ აქამდე ამ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის მითამდე. დავიწყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი დღევანდელი ევროპის და დღევანდელი კაპიტალისტური სისტემის, რომელიც ევროპაში დაიბადა, ეს იყო გზელი მე-16 საუკუნე დაწყებული რაღაც პირობითად 1453 წლიდან კონსტანტინოპოლის დაცემიდან ვესტფალიის ზავამდე 1648 წლამდე. ეს პერიოდი იყო კაპიტალიზმის დაბადების პერიოდი, ფეოდალური სისტემის კრიზისი. ამის შემდგომ დაიწყო კაპიტალისტური ფორმაციის განვითარება. ევროპამ იპოვა სამი გამოსავალი, სამი სხვადასხვანაირი გამოსავალი. ეს იყო ერთი საფრანგეთი, აბსოლუტური მონარქია, ინგლისი, კონსტიტუციური მონარქია და გერმანიის გამოსავალი, გერმანული კაპიტალიზმის გამოსავალი და სამი სხვადასხვანაირი გზით წავიდნენ. მაგრამ შინაარსი და არსი ერთი იყო. ევროპის თანამედროვე კეთილდღეობა დაფუძნებული არის მე-16 საუკუნიდან დაწყებული მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით მწვერვალზე ავიდა ეს ამბავი. დანარჩენი მსოფლიოს წარმოუდგენელი ძარცვის შედეგად. ეს არის კოლონიალიზმი, ხო? რა თქმა უნდა, კოლონიალიზმი ეს არის აი ამ კეთილდღეობის საფუძველი. თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა აი ამ როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, ეს შპენგლერმა სადაც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაინახა ეს ყველაფერი. თუმცა გამოსავალი შპენგლერმა ვერ მოიფიქრა რა. გამოსავალი მოიფიქრეს მაშინ სადაც 30-იან წლების საბჭოთა კავშირში. ეს ასეთი გამოსავალი, ესეთი ფორმის როგორც იყო საბჭოთა კავშირი. ნუ ახლა ეს მოეწონა ზოგს არ მოეწონა, მაგრამ ექსპერიმენტმა შედეგები დადო, გაამართლა, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა ამას აჩვენებს.
რომ ეს რაღაც იყო. ეს მოკლევადიანი, აი ეს მოხდა შემდეგ რაღაც რის გამოც ეს აღარ გაგრძელდა. იმიტომ რომ ამას მოწინააღმდეგეები ყავდა ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები და ეს იყო ერთი წარმატებული მაგალითი, რომელიც იყო იმ სისტემის მესაფლავე. და ამიტომ მსოფლიოს ეს თქვა ელიტა დაერაზმა სწორედ ამ ექსპერიმენტის წინააღმდეგ. და შედეგად მივიღეთ ის, რომ 50-იანი წლებიდან დაიწყო დემონტაჟი, მაგრამ ძალიან ფრთხილი დემონტაჟი. ჩვენ ახლა ამ 70 წლიან პერიოდს ერთი დიდი შეცდომა 70 წლიანი პერიოდის ერთიანად განხილვა. რო ერთიანად ეს იყო ერთი საბჭოთა კავშირი. იმიტომ რომ სულ სხვა არის საბჭოთა კავშირი 17-23 წლებში, სულ სხვა არის საბჭოთა კავშირი 23-29 წლებში. 17-23 წლები ეს არის ასე ვთქვათ ის საბჭოთა კავშირი, რისთვისაც ეს რევოლუცია მოხდა რეალურად თავის საკონცესიო პოლიტიკით, მე ფინალში და მანამდე სამოქალაქო ომით და რაღაც საშინელებებით. პოსტრევოლუციური. შემდგომ ტროცკის და სტალინის დაჯგუფების ბრძოლა 23-39 წლები დაახლოებით ეს არის. შემდგომ ომი და შემდგომი აღდგენა და შემდგომ უკვე დეკადენსი, რომელიც დაიწყო ხრუშჩოვის შემდეგ. ხრუშჩოვის პერიოდში, ხო? ეს ერთი შეხედვით ეს ძალიან მცირე მონაკვეთია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე-20 საუკუნეებში უკვე დრო ძალიან დაჩქარებული იყო, თუ მაგალითად ეპოქები ქრისტეშობამდე 500 წელი გრძელდებოდა, ანუ ერთი ეპოქა იყო დაახლოებით 5 საუკუნე რა. ანუ 5 საუკუნის განმავლობაში არაფერი არ იცვლებოდა რა, არსებითად. თვისობრივად არაფერი არ იცვლებოდა. ეხლა ერთი ეპოქა არის რაღაც უკვე 15-20 წელი. რა განაპირობებს ამას ტექნოლოგიური განვითარება? ამას ტექნოლოგია ინფორმაციის დაგროვების სიჩქარე პირველ რიგში. ინფორმაციის დაგროვების სიჩქარე ეხლა არის წარმოუდგენლად მაღალი. კი ბატონო, ერთ წამში შეგიძლია დედამიწის ნებისმიერ წერტილში ეს გადაჭრა კაცობრიობამ ტექნოლოგიურად ეს. კი, ტექნოლოგიურად ეს გადაწყვეტილია, მაგრამ ეს ინფორმაციის გასვლა გამოსვლის სიჩქარე ერთია და ინფორმაციის დაგროვების სიჩქარეა მაღალი. უკვე ეს აკუმულირდება ეს ინფორმაცია, უკვალოდ არც ერთი ინფორმაცია არ იკარგება. ეს განაპირობებს პირველ რიგში. ხო და ამის შემდეგ ახლა ამის შემდეგ მე-16 საუკუნეში მაგალითად ინგლისმა მოძებნა ნახტომი მომავალში გააკეთა სამრეწველო რევოლუციით. სამრეწველო რევოლუცია მოხდა როგორ? დაიწყო გაქალაქელების პროცესი ჰენრიხ მერვის დროს. ჰენრიხ მერვის დროს, ანუ ლენდლორდები, მიწათმფლობელები გლეხებს პირდაპირ მიერეკებოდნენ ქალაქში კიდევ მაწანწალობისთვის სასიკვდილო განაჩენი ელოდებოდათ. ანუ დაახლოებით 300,000-მდე სასიკვდილო განაჩენი იყო გამოტანილი ჰენრიხ მერვის დროს. ის რას ნიშნავს მაწანწალობისთვის? ანუ თუ კი ადამიანი ცხოვრობდა არ იმუშავებდა, თუ იყო უსახლკარო, თუ არ ქონდა სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ, იყო სასიკვდილო განაჩენი პირდაპირ მაწანწალობას ჰენრიხ მერვის დროს. და ერთადერთი გამოსავალი ქალაქში ესე ჩამოხეტებულ ადამიანს შეებოდა რომ შესულიყო მანუფაქტურაში, სადაც იყო ჯოჯოხეთური სამუშაო პირობები. მაგრამ ეს იყო რომ ცოცხალი გადარჩებოდი ხო შემდეგ აი უფლისული და მოთხოვარი წაიკითხეთ მარკ ტვენის ფანტასტიკურად არის აღწერილი და იგივე დევიდ კოპერფილდი დიკენსის იქაც არის აღწერილი ეს პროცესები. შემდგომ ამის შემდეგ ანუ ასე ვთქვათ ეს გლეხები რომლებიც წვრილი მიწათმფლობელობა გამსხვილდა ეს ზედმეტი მუშახელი სოფლებიდან ჩამოვიდა ქალაქში და პირდაპირ წიხლით შერეკეს მანუფაქტურებში და ამით ეს ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად ძალიან დიდი სისხლის ფასად იმდროინდელი ინგლისის დემოგრაფიაში 300,000 სასიკვდილო განაჩენი ჰენრიხ მერვის დროს და 300,000 დაახლოებით ამდენივე ელისაბედ პირველის დროს. ჯამში 600,000 სასიკვდილო განაჩენი. წარმოიდგინეთ ეს რა მასშტაბის რეპრესიებია. ახლა საბჭოთა კავშირის კოლექტივიზაცია მაგასთან შედარებით ფარდობითად რო შეხედოთ რაღაც საბავშვო ბაღის დამამთავრებელი კლასის ბავშვების ცელქობა არის მაგასთან შედარებით. თან გავითვალისწინოთ ის დემოგრაფიული მდგომარეობა ახლა მე-16 საუკუნეში ბევრად მცირე. ხო და მაგას იმ ფარდობითად მეთქი რა. და ასე გააკეთა ბრიტანეთმა მაშინ ნახტომი მომავალში, რასაც მოყვა ბრიტანეთის სამრეწველო რაც გამოიხატა ბრიტანეთის სამრეწველო რევოლუციაში და შემდგომ ბრიტანეთის იმპერიის შექმნაში და უზარმაზარი კოლონიური იმპერიის შექმნაში.
და ამ ყვალს მიყვა ევროპის ქვეყნების ძალიან დიდი უმრავლესობა. დასავლეთ აი კაროლინგურ ბირთვასაც ეძახიან. კარლოს დიდის იმპერიის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალიის ჩრდილოეთი. ლომბარდია ძველი. კი, ლომბარდია. ხო, და ეს ავსტრია, რა თქმა უნდა, ჰოჰენცოლერნების და ჰაბსბურგების ავსტრია. ეს ბირთვი მიყვა ამ გზას და აი ამ ძარსვაგლეჯის შედეგად აგროვდა დიდი ქონება. შემდგომ 40-40-იან წლებში გამოჩნდა სერიოზული ალტერნატივა. სხვათა შორის იდეა ისევ ევროპიდან იყო მოსული, ეს მარქსიზმის იდეა, რომელიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ანუ საბჭოთა კავშირში კონვერტირდა თავისებურად, სხვანაირად, მაგრამ შეიქმნა რაღაც ალტერნატივა, რომელიც იყო მიზიდულობის ცენტრი ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ შეიქმნა ევროპაში ესეთი სოციალური სამოთხე. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან ანუ ეს იყო კონკურენცია საბჭოთა კავშირთან, სადაც იყო სოციალისტური სისტემა. რასაკვირველი. იყო მართლაც იმდროინდელი ევროპის მოსახლეობაში განცდა, რომ რაღაცა ის საბჭოთა კავშირში ცხოვრება ბევრად უფრო დაცულია, ბევრად უფრო ასე ვთქვათ, სოციალური სიკეთე მაღალი. ეს მოსახლეობის დონეზე იყო დაუშვათ ეს. მაგალითად 46 თუ 47 წლის არჩევნებში საფრანგეთში კომუნისტურმა პარტიამ, რომელსაც მორის ტორეზი ხელმძღვანელობდა, მაშინ მიიღო რაღაც 50%-ზე ცოტა ნაკლები რა, 45 თუ რაღაც პროცენტი და ძალიან დიდი იყო ალბათობა იმის, რომ მომდევნო არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ძალიან დიდი ალტერნატივა იყო. იტალიაში ანტონიო გრამში აღარ იყო ცოცხალი მაშინ ფორსტე ბერლინგუერი იყო კომპარტიის თავმჯდომარე კომუნისტურმა პარტიამ მიიღო თითქმის რაღაც ესე 50%-თან ძალიან ახლოს და ძალიან ახლოს იყვნენ გერმანიაშიც რამდენადაც ვიცი რომ არა ეს ნაცისტების ჩატარებული რეპრესიები საკმაოდ ძლიერად 1933 წლის არჩევნებში როდესაც ნაციონალ-სოციალისტურმა მუშათა პარტიამ იგივე ჰიტლერის პარტია მიიღო 41 და რაღაც 95%. კომუნისტურმა პარტიამ მიიღო 39% მაგარში. თითქმის თანაბარი. თითქმის თანაბარი. თუმცა ისინი გახდნენ შემდეგ გერმანიაში მე მგონი პირველი მსხვერპლი აი პირველი მსხვერპლი სწორედ მაგისტვის 1933 წლის ბოლოს დეკემბერში მოხდა თუ არ ვსწრები რაიხსტაგის ცნობილი ხანძარი რომელიც დააბრალეს ვინმე ვანდერლუბეს და ვანდერლუბეს დან გავლით დააბრალეს გერმანიის კომუნისტურ პარტიას და მაშინ დააკავეს სწორედ გიორგი დიმიტროვი და მთელი კომუნისტური პარტიის დეპუტაცია და ხაუში გაუშვეს ესე მოხდა ეს ამბავი და ეს ამ ალტერნატივის გამო დაიწყო სოციალური პაკეტების შემუშავება. მაგალითად სტატისტიკა ესე მე ამას ლაპარაკობ ამას ესე ემოციებით და ესე მე თავის დროზე სხვანაირად ფიქრობდი, მაგრამ სტატისტიკამ სხვა რამე აჩვენა. მაგალითად ერთ-ერთი მოგონება მაქვს წაკითხული და სტატისტიკური შედარება რომ იმდენი გამოსასვლელი დღეები რაც 60-იანი წლების ბოლოს იყო უკვე საფრანგეთში ლუდოვიკო მე-14-ის დროს რამდენიც იყო გამოსასვლელი დღეები საფრანგეთში. მაგ დონეს მიაღწიეს 60-იანი წლების ბოლოს. ანუ ლუდოვიკო მე-14-ის დროს საფრანგეთის ერთ-ერთი ესეთი ზესახელმწიფო იყო. კი ბატონო. კი. და აბსოლუტიზმის და აი დიეტის კომპოზიციას თუ შეხედავთ, აი ეს არის მაგის სტატისტიკური მონაცემები, აი ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, რაღაც აი 60-იანებში უკვე მაღალი დონე არის. მაგრამ შეუულებრივი დიეტა, ნახშირწყლოვანი დიეტა იყო ევროპის ქვეყნების მასიური დიეტაზე გეუბნებით მოსახლეობის. ამდენად სწორედ ამან განაპირობა ის რომ ეს სოციალური პაკეტები და ის რითაც ჩვენ ევრომადიდებლებს მოწონთ ევროკავშირი. მაგრამ ეხლა მას მერე რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს ალტერნატივა აღარ არსებობს ამ მთელი ამ სოციალური სამოთხის ერთბაშად გაუქმება წარმოუდგენლად რთული ამოცანა არის. ნუ ახლა
არის ესეთი გამოთქმა შეუჩვევს ნუ შემაჩვევა და შეჩვევს ნუ გადამაჩვევა. ანუ მოსახლეობა, ასე ვთქვათ, მიეჩვია სოციალურ სიკეთეებს, მიეჩვია პენსიას, მიეჩვია ანაზღაურებად პენსიას, ანაზღაურებად შებულებებს, მიეჩვია რაღაც დახმარებებს და ასე შემდეგ. რატომ მიეჩვია ეს ჩვენთვის არის ეს არის იქ სტანდარტი, ანუ ასეც უნდა იყოს აღმოგენელი ეს სტანდარტი არც ისე დიდი ხნისაა, მაგრამ ადამიანებს მეხსიერება კარგის მიმართ საკმაოდ ისეთი როგორც კარგის ისევე ცუდის მიმართ ცუდი მალე ავიწყდება და კარგსაც მალე ეჩვევიან რა. ეს არც ისე დიდი ხანია რაც ეს სიკეთეები დაიწყო რა. მან და როგორც ჩანს უკვე თავი ამოწურა. და ნელ-ნელა მიდის მუშაობა ეკითკენ რომ ეს ყველაფერი გადააჩვენა ხა ნახეთ ბოლო პერიოდის განცხადებები ევროპის ქვეყნების მთავრობების რომ ომისთვის უნდა მოემზადოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ეს რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ კამრები შემოვიჭიროთ და ასე შემდეგ ხა მე არ ვიცი რამდენად შემოიჭერს კამარს თვითონ მთავრობა და ელიტა რამდენად შემოიჭერს კამარს ელიტა არასდროს არ არის შემჩნეული კამრების შემოჭერაში და ძირითადად მასას უწევს ხოლმე კამრების შემოჭერა ხო მაგრამ ამის პარალელურად ევროპაში არ ამცირებენ მაგალითად მიგრაციის ასე ვთქვათ ხარჯებს იმ გაგებით რომ აი მიგრანტებისთვის უზრუნველყოფა მათი საცხოვრებლით, საკვებით, ყველანაირი სიკეთით ეს კამრების შემოჭერა მკვიდრ მოსახლეობას შეეხება ხო? გასაკვირველია, იმიტომ რომ ევროპის დემოგრაფიული რუქის შესვლის პროცესი გაშვებულია და მიდის სრულისვლით. მაგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ აი ეს დემოგრაფიული მიგრაციული პროცესები. აქ რამდენიმე მომენტი არის. ერთი არის მათ შორის ის რომ ევროპაში შობადობა არის ძალიან დაბალი მკვიდრ მოსახლეობაში და მუშახელის რაოდენობა, საჭირო მუშახელის რაოდენობა არის ძალიან მცირე. ამიტომ მიგრაციით ივსება. ანუ მიგრაციის აი ის მაინტერესებს მე мотиваცია რა აქვს სახელმწიფოებს ეს ჩვენ გიგვესმის შეფუთული როგორც არის ლიბერალური დემოკრატია და ყველანი ერთნაირები ვართ და კულტურული განსხვავებები არ გავიგეთ, მაგრამ ეს არის აი ხო ეკონომიკური საფუძველი რა. პირველ რიგში მუშახელი, იაფი მუშახელი კი საერთოდ მუშახელი. იმიტომ რომ მუშახელი რა ნაკლებობა არის რა ევროპის მოსახლეობა ევროპა ბერდება. ევროპა ბერდება, აღწარმოების კოეფიციენტი არის ძალიან დაბალი და ამ დროს ჭარბი მოსახლეობა მოდის ახალგაზრდა ხალხი. უმეტესობა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა მათგანი არ მოდის მაინც და მაინც იქ სამუშაო და კანონმორჩილი მოქალაქეები არ მოდიან და ეს რომ მაგალითად ეხლა დავუშვათ პაკისტანელები რომ ჩადიან სიტყვაზე საფრანგეთში მაგალითად პაკისტანელი ფრანგლისში მიდიან რა მნიშვნელობა ხო ისინი იმისთვის გარჩევიან რომ ფრანგები გახდნენ იმისთვის ჩადიან რომ პატარა პაკისტანი გააკეთონ საფრანგეთში ხო და გამოსდის ძალიან წარმატებული ხო გამოსდის იმიტომ რომ დიდი რაოდენობა არის და კიდე დემოგრაფიულად ევროპა ვერ ერევა აი მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ესეთ დროს 70-იანი წლების მიწურულს გასული საუკუნის ნახა გამოსავალი რომ განა მიგრანტები შეუშვა ამერიკაში დიდი რაოდენობით. თვითონ გადაიტანა წარმოება ჩინეთში, სადაც იყო აი მარტივი მუშახე. რატო არ წავიდა ევროპა ამ გზით? უფრო ადვილი არ წავიდა. როგორ არ წავიდა? დიდი ნაწილი წავიდა, თუმცა იყო რაღაც ესეთი დარგები, რომელიც აი ევროპისთვის ესეთი სამარკო ნიშანი იყო რა, მაგალითად ავტომრეწველობა გერმანიაში. ხო, ნახ გერმანია ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო მსოფლიოში. ხოდე ნახე ჩინეთია 30% 35% უკვე მსოფლიო ავტომრეწველობის. ჩინელებმა გაასწრეს. მაგრამ ამერიკელებმა ეს რომ გადაიტანეს მარტო იაფი მუშახელის გამო არ გადაუტანიათ. ეხლა მაგას ალბათ შეიძლება წმინდა ინკვიზიციის წინაშე არ აღიარონ ეს რომ ამის გამო გააკეთეს, მაგრამ მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი ამის რომ ამით მათ მოიშორეს ორგანიზებული მუშათა კლასი. პროლეტარიატი რომელსაც შეეძლო მომავალში სოციალისტური არა, რომელიც იყო ორგანიზებული ძალა და რომელსაც ბევრი რამის მიღწევა შეეძლო, ხოლო მუშათა მოძრაობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ვისაც ეს ისტორია ნასწავლი თუ არა გასნობილი არის ზედაპირულად, აი მაგალითად 1 მაისი რომელიც ახლა მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს ითვლება, ეს სათავეს იღებს 1895 წლის 1 მაისს მუშათა დემონსტრაციის დახვრეტიდან ჩიკაგოში
და სწორედ ამის ეს ითვლება როგორც სოლიდარობის მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს. დღეს და ამიტომაც ესეთი ორგანიზებული მუშათა კლასი მოიშორეს, მეორე იაფი მუშახელი ნახეს, თუმცა მე ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაბრუნდა უკვე. ეს ისტორია საფთაქეს თვისება, რომ არც ერთი ნაბიჯი არ რჩება უპასუხოდ. კი ბატონო, ამით გაძლიერდა ჩინეთი. ეხლა რა შეეხება ჩვენი მას თვითონ პრემიერმა რას თქვა? კი ბატონო. პრემიერმა რას თქვა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. წუხილები არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ეხლა მანამდე მე 2025 წელი მთავრდება ეხლა და ერთ რაღაც შემაჯამებლად რასაც უყურებ რა. ამ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. ამ წელს მოხდა პირველად, როდესაც მთავრობამ დაიწყო სისტემურ რაღაცებზე ლაპარაკი და დაანება თავი ამ უბრალოდ აღარ იმდენ აქცენტს აღარ აკეთებს ვიღაცის განცხადებებზე, პასუხებზე, რაღაც ესე და არაფერში მოკლედ ორპირქარის წარმოებაში აღარ ხარჯავს დროს და ენერგიას რა. ითქვა სამის ფუნდამენტური სისტემური რამე. განვითარების ათლიანი პროგრამის მომზადება, ითქვა განათლების რეფორმა, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაღაც. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ბოლოს ეს დეკემბრის თვეში უკვე აგერ ახალ რამდენიმე ერთი კვირის წინ იყო, როდესაც ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. ეს იყო ეს ყველაფერი ეს გამომდინარეობს ქვეყნის განვითარების რეალური აუცილებლობებიდან და არა იმისგან რომ ვიღაცას რაღაც სურვილები აქვს და ვიღაცის რაღაც ახირებებია. იმიტომ რომ ეხლა საქართველოს სჭირდება ეხლა ჩვეულებრივი განვითარება კი არა, რაღაცნაირად ნახტომი მომავალში ჭირდება. ნახტომი მომავალში რომ გააკეთო, ამისთვის აუცილებელია განათლების ფუნდამენტი. ნახტომი მომავალში რომ გააკეთო, ამისთვის რაღაც არატრივიალური უნდა მოიფიქრო, რაღაც არატრივიალური გზები უნდა ნახო, როგორც ახლა კი გვაქვს ეს ბოლო პერიოდი შესანიშნავი ეკონომიკურის და წელსაც მე არ ველოდები რომ რამე ფუნდამენტურად შეიცვლება, იმიტომ რომ არ დგას მაგის წინაპირობები, ფაქტორები არაფერს ეგეც არ ამბობს, მაგრამ ეს ზრდა მაინც არ არის ისეთი, რომელიც რასაც ქვია ნახტომი მომავალში. ნახტომი მომავალში არის აი როგორც იყო 30-იან წლების ინდუსტრიალიზაცია, როგორც იყო ბრიტანეთის სამრეწველო რევოლუცია. როცა თვისობრივად ახალი ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ამას ყველაფერს ვერ გააკეთებ, ამ ყველაფერს გააკეთებ. საქართველოს რა შეიძლება ეს იყოს ეს? საქართველოს როგორც აი ლოჯისტიკური ჰაბი მაგალითად რაც გვესმის ეს შეიძლება იყოს. ლოჯისტიკური ჰაბი ეს არის საშუალება. ეხლა მაგალითად როდესაც განათლების რეფორმაზე ლაპარაკობენ, ფასებზე მე ვთქვა. განათლების რეფორმაზე როდესაც ლაპარაკობენ, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური და აუცილებელი რამე. მაგრამ მოდით ახლა ვთქვათ, რა უნდა იყოს ამის საფუძველი. აი, პიროვნების მოდალური ტიპი, ესე ქვია, ამ სოციოლოგიაში ეგრე ეძახიან ხოლმე. პიროვნების მოდალური ტიპი, ანუ ადამიანურ ენაზე რო გადავთარგმნოთ, ეს არის სამაგალითო ადამიანი. ვინ არის სამაგალითო ადამიანი? გადავხედოთ ჩვენს ირგვლივ შევეშალოთ მედიას სივრცეს, ხო, სამნახევარი კაცი უყურებს ტელევიზორს დაუშვათ, ხო? სოციალურ ქსელებს, პრესას, უბრალოდ ერთმანეთს აი ახლობლებში რომ მოვიკითხავთ ხოლმე. ვინ არის სამაგალითო ადამიანი? რანაირი ტიპი არის სამაგალითო? აი მაგალითად ამასინათ სოციალისტის გავაზიარა და ნახე, იყო ეგეთი მფრინავი ალექსეი მამინი. საამულომის დროს რა და დავალება იყო ესეთი რომ პოლოცკში იყო საკონცენტრაციო ბანაკი სადაც ბავშვებისთვის სისხლი ბავშვებისგან უნდა აიღოს სისხლი გერმანელი დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცებისთვის ანუ ის ბავშვები უნდა დაეცალა სისხლისგან და პარტიზანებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს ბავშვებიდან გამოეტაცათ ამ ბანაკიდან ჩაატარეს ოპერაცია და ეს ფრინავი კაცი მოდიოდა ეს ბავშვები დატვირთა თვითმფრინავი დაჭრილებით და ბავშვებით და მოფრინავდა და მოყვა საზეიმო არტილერიის ცეცხლში და კაბინაში გაჩნდა ხანძარი
ამას პარაშუტიც ქონდა ყველაფერი რომ გადმოხტარიყო არც არავინ გაამტყუნებდა, მაგრამ კაცი ცოცხლად დაიწვა შტურვალთან და დასვა თვითმფრინავი ისე და გადაარჩინა ეს ხალხი. ანუ აი ეს იყო იმ სისტემის განათლების სისტემის შედეგი. ეს იყო პიროვნების მოდალური ტიპი. და ესეთი აი ეს ხო მაგალითი რასაც შემდეგ ეს არის სამაგალითო ადამიანი, ნუ ახლა ამაზე როგორ არის ისეთ მუხრა მაჭავარიანს აქ ერთი პატარა ნათქვამი, პატარა ლექსი, სადაც პიროვნების მოდალური ტიპის რაც სილუეტი რო ჩანს რა. ნაზრახ სიცოცხლეს სიკვდილი გიჯობს, რას მატრაბაზობ არ გამაგიჟო. სიცოცხლეს რას ჯობს ნაზრახსას თუ გინდ პირგაბადრული ამბობს მუტრუკი. ხო და ნუ ახლა მისთვის ვინ არის პიროვნების მოდალური ტიპი? აი საინტერესო არის, მე მაგალითად მგონია რომ ჯერ ესეთი ესეთი არ არსებობს. არა, არსებობს, როგორ არ არსებობს. ყოველთვის არის პიროვნების განათლების სისტემა, მე მახსოვს აი შეგეკამათებით მაგაში რომ იყო მე მოვესწარი ასე ვთქვათ ძველ 2006-ში დავამთავრე სკოლა, ნუ მანამდე საერთოდ სხვა სისტემა იყო და შემდეგ შეიცვალა ეს ყველაფერი, მაგრამ მე რაც მახსოვს მთავარი მიზანი იყო სწორედ ის რომ აი ავტორიტეტი, სწორება ვიზე შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდას, ესეთი პიროვნებები არ უნდა ყოფილიყვნენ. და პირიქით იმისი დანერგვა რომ შენ ისეთი უნდა იყო როგორი შენ ხარ, თორე არ არსებობს არავინ. ეგ არის სწორედ ის ბოლონიის პროცესი, რასაც რუსეთში ბალვანიის პროცესი ეძახიან და არც უსაფუძვლოდ, რომ არ უნდა იყოს ავტორიტეტი და უნდა იყოს ბროუნის მოძრაობა საზოგადოებაში. ამიტომ განათლების სისტემაში არ არის აღზრდის ელემენტი. სხვა შორის კონცეფცია თუ წაიგითხოს როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების იქ არის ამაზე საუბარი და მინისტრის და პრემიერის გამოსვლაში იყო ლაპარაკი რომ აღზრდის კომპონენტი, აღზრდის ელემენტი საერთოდ ამოღებულია განათლების სისტემიდან. რაც არის ნუ ჩემი აზრით ეს არის მავნებლობა პირდაპირ, იმიტომ რომ განათლება არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და ცოდნის და უნარების გადაცემა. ისი მიღება მართლა სახშიც არის უკვე შესაძლებელი. ამ ეთერში მაქვს სხვა შორის ნათქვამი, გავიხსენე ერთი ცნობილი ოსვენციმს გადარჩენილი ადამიანის მიმართვა მასწავლებლებს, რომ ბავშვებს პირველ რიგში ადამიანობა ასწავლეთ, თორემ მე ბევრი რა ვნახე ცხოვრებაში, ვნახე პროფესიონალი ინჟინრების აშენებული კრემატორიუმი, პროფესიონალი ექიმების მოწყობილი გაზის კამერები და მათი ჩატარებული სამედიცინო ექსპერიმენტები. ადამიანურობა ასწავლეთ პირველ რიგში ბავშვებს, ანუ აღზრდა მთავარი პირველი რიგის ამოცანა და აღზრდისთვის კიდე აუცილებელი არის სწორედ ეს პიროვნების მოდალური ტიპი, ანუ სამაგალითო ადამიანი. სამაგალითო ადამიანს თუ შენ განათლების სისტემაში ეს კონსტრუქტი არ აქვს, თუ ამას ბავშვი შენ არ ასწავლე, რაღაცა მაგალითი მაინც ექნება ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანი არ არის ისეთი არსება, რომელიც ვაკუუმში იზრდება და საინფორმაციო ვაკუუმში იზრდება და არავისგან არანაირი მაგალითს არ იღებს. ის ვისგან აიღებს მაგალითს, დღეს ვისგან იღებენ ბავშვები? ამ შემთხვევაში მე რასაც უყურებ, ამ შემთხვევაში არის წარმატებული, ვინც არის წარმატებული და წარმატებული ქვია მას, ვისაც აქვს ბევრი ფული. ვინ არის წარმატებული? ვისაც ბევრი ფული. ხო, გამარჯობა, თავისა ოთარ რამიშვილის სიმღერა რომ თავარია კონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული, ხო? ეგ არის, ხო? ხო, ანუ თუ ეს არის მოდალური ტიპი პიროვნების, ანუ სამაგალითო ადამიანი, მაშინ ამაზე მიბაძვით გაიზრდება ის ხალხი სწორედ სიცოცხლეს რას ჯობს ნაზრახსას თუ გინდ პირგაბადრული ამბობს მუტრუკი. ეს მუტრუკები გაიზრდებიან და მე არ უნდა გაგიკვირდეთ და ახლა უკვე ვაჟას და თემურ ჭყონიაზე სიმღერებს წერენ ახალგაზრდები, თქვენ შეიძლება არ გინახავთ. ხო, მასთვის ის არის სამაგალითო, იმიტომ რომ კოკა-კოლა აქვს და ბიგ მაკი აქვს. კი ბატონო, ხო და მოკლედ ასე იზრდება, მე პირგაბადრული ამბობს მუტრუკი და მე ვაჟას დავესესხები, მე არ უნდა გაგიკვირდეს რომ მუტრუკი მიტომ მუტრუკობს დედახოლია ვირიო, არ გაგიკვირდეს ეს მე რა. ანუ თუ შენ ასეთი მაგალითები გაზდი, მე ამ ბავშვებს, აი ამ ასე აღზრდილ ბავშვებს, აი ამ მაგალითებზე აღზრდილ ბავშვებს თავარია კონდეს ფული რომ არ იყო დაჩაგრული, ხო? ასე მე მას ვერ ავხსნი რომ რატომ უნდა გაწირო თავი რაღაცისთვის, რატომ უნდა ჩაიდინო რაღაც გმირობა, რატომ უნდა დათმო შენი რაღაც რომ ვიღაცას მიეხმარო, იმიტომ რომ მომავალში ნახტომ სჭირდება აუცილებლად ჰარმონიის პრინციპები და არა წარმატების. წარმატება არის, ოდესაც შენ ხარ წარმატებული და შენ არ გაინტერესებს შესაძლებელი ვინ წარმატებელია და ვინ არა. ანუ კიბოს უჯრედის ფილოსოფია, ფსიქოლოგიით მუშაობ რა.
მე ვარ და ჩემ გამიგმეთ ამ სისტემაში თუ მე ვარ და ჩემი წარმატებას ნობადი. თუ უკავშირებ და გინდა რომ დიდარი კი. იყო ეს ყველა ვარიანტი ნიშნავს რომ ვიღაც უნდა იყოს ღატაკი. რასაკვირველია. ანუ ასეთი კადრებით, ასეთი ბაზისით ნახტომი მომავალში ვერ გაკეთდება. ანუ ის რაც ითქვა განათლების სისტემაზე, ეს რეალურად მართლა საჭირო არის. ეხლა თავარი არის როგორ იქნება შესრულება. ხო, აი საინტერესოა, უფრო დეტალური ხედვები არის მე არ მომისმენია. კი, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ საჭირო არის ამაში მე მაინც გონია რომ პირველ რიგში უნდა მოიძებნოს ამისთვის ისევე როგორც იმ ფასების ამბავში, ფასების რეგულირებას და ეს ყველაფერი აუცილებელი. რაც ითქვა, 4-ვე იდეა არის აუცილებელი რაღაც, მაგრამ 4-ვე იდეა იქნება მიღწეული მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ იდეების მოსაფიქრებლად, აი ამ მათი ხორცესხმისთვის, მათი აი დაგეგმვა განხორციელების პროცესში დააყრდნები იდეური ხალხის, აი იდეის ხალხის აზრებს და არა თუ ეს ჩააბარე NGO-შნიკებს, ჩათვალე რომ დაღუპული საქმე. თუ ეს ჩააბარე შუარგოლის ჩინოვნიკებს, ასევე დაღუპული საქმე. იმიტომ რომ NGO-შნიკი ხედავს მხოლოდ ხეებს და ბუჩქებს, მაგრამ ვერ ხედავს ტყეს. Ოლო შუარგოლის ჩინოვნიკი ხედავს ტყეს და ვერ ხედავს შიგნითკენ ხეებს. ანუ ესეთი ხალხი გინდა იდეის ხალხი, რომელიც ერთსაც ხედავს, მეორესაც ხედავს და სარდით სურათს აქვს წარმოქმნა. და თან აქვს იმისი мотиваცია და ენთუზიაზმი რომ გააკეთოს. რა თქმა უნდა, იდეის ხალხია ამისთვის საჭირო და არა უბრალო აუტსორსინგით მოძებნილი ვიღაც NGO-შნიკები ან ნუ შუარგოლის ჩინოვნიკი საერთოდ ნებისმიერი ცვლილების დაუძინებელი მტერია. ყველაზე კომფორტი. ყველაზე მთავარი არის ბუნებრივად არის ის ყველაფერი ამის ტერიც. ეს ზამბატვისაცემი ადამიანი არის შუარგოლის ჩინოვნიკი, რომელიც არის სტაბილურობის გარანტი, ეს შესანიშნავი ხალხია, მაგრამ ისინი არიან ნებისმიერი ცვლილების მტერი. იმიტომ რომ ამ ჭაობში რაც არსებობს, ხო? ამ ჭაობში ის ყველა წურბელას, ყველა გამბუზიას ტუჩზე კოსნით ისნობს და არ უნდა იმას შენ რომ ეძახე რომ მაგ ჭაობს დავაშრობ და ფორთოხლის პლანტაციას გავაშენებ. ის ჭაობი მის საცხოვრებელი გარემოა. ანუ იმას არანაირი ცვლილება არ უნდა. თუ ცვლილებები კარგი მიმართულებით წავიდა, ის აუცილებლად ჩუმის საბოტაჟის რეჟიმში იქნება, იმიტომ რომ შეუჩვევს თუ შემაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადამაჩვევ და თუ ცუდი მიმართულებით წავიდა, მაშინ ხო ბედნიერია და იძახის აი მე ხო ვამბობთ. ესეთი რამე. ანუ ამიტომაც ეს 4 იდეა ძალიან მაგარი იდეებია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის შესრულება და ალბათ ყველასაც არ უნდა usმინოს. მთავრობა. იმიტომ რომ ამას ახლა ჩემთვის მაგალითად ძალიან ისეთი სიმპტომური იყო, როგორც კი განათლების სისტემაზე რაღაც ითქვა, მეორე დღესვე ნაფტალინიდან აღდგა კახალომაია. და რაღაც განაცხადა, მე გამოვიდა, კიდე მოსმინე რაღაც ზედანიების. კახალომაია ჩემ დროს იყო განათლების მე. ხო და ნუ ეს აი ამათი აღშფოთება ჩემთვის იმის ნიშანი არის, რომ რაღაცა სწორი მიმართულებით წავიდა მთავრობა. ენერგეტიკაც ახსენეთ. თქვენ ენერგეტიკა არის უმნიშვნელოვანესი დარგი, თუმცა აი აქ ცოტა სკეპტიციზმი მოვისმინე მე და პრინციპში ისეთი საფუძვლიანი რაციონალური სკეპტიციზმი, რომ რანაირად არის მართლა შესაძლებელი, რომ საქართველოს იყოს ენერგოდამოუკიდებელი. 100%-იანი დამოუკიდებლობა საქართველოს კი არა. ჩვენ ხო არა გვაქვს ბუნებრივი რესურსები იმისთვის, რომ იცით რა არის? აქ თავარი არის ოპტიმალური გამოყენება. უნდა ისწრაფოდე მაქსიმალური ავტარქიისკენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ნუ საქართველოს პირობებში სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეს არ მოუდგენელია, მაგრამ საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება და მინიმალური დამოკიდებულება იმპორტზე. ეს არის პირველ რიგში ჰიდრორესურსების ეს არის ჰიდრორესურსები, ქარის რესურსები, მზის რესურსები, ბიოენერგეტიკა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საქართველოს მთლიან საჭიროებებს რა თქმა უნდა ვერ დააკმაყოფილებს. თარმით უფრო რაც რო გადის იზრდება ხო მოთხოვნა ენერგია. რა თქმა უნდა. რაც უფრო ვითარდება. მაგრამ უნდა შეძლო რაც შეიძლება მაქსიმალურად იყო შენ რესურსებზე დამოკიდებული. აი მაგალითად ახლა გავიხსენოთ გენიალური ეს ეკოსატანისტების აქციები მაშ გერმანიაში
რა დროს ატომური ელექტროსადგურებია, როცა რეინის სათავეში ბაყაყის ფილტვების ანთება დაემართება. და რაღაც ესეთ სისულელეები, ხო? და გერმანიამ ესე საზეიმო ვითარებაში ჩაატარა პოლიტიკური იოგას ვეძახმე მაგას, როცა მარჯვენა ფეხი დაიბიჯა და გაანადგურა თავისი ატომური ენერგეტიკა. შემდგომ აღმოჩნდა რომ ეს ბიოენერგეტიკა არ ყოფილა საკმარისი. არა თუ საკმარისი, არამედ არც თუ ისე მუდმივია, რომ ქარი მუდმივად არ uberaws, ხან uberaws, ხან არ uberaws. მზე ყოველ 24 საათი არ ანათებს და რაღაცები. ამიტომ ეს ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის მე მგონი კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. მაგ მწვანე ენერგეტიკის ესეთ პროპაგანდას ქონა თავისი მიზანი, ნახტომის მომავალში ნახტომისთვის საჭირო არის რაღაცაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების ქონა. მაგალითად, როდესაც ბრიტანეთმა გააკეთა ნახტომის მომავალში ინგლისის სამრეწველო რევოლუცია, მაშინ ორთქლის მანქანები და ქვანახშირის შესაბამისად იქ ქვანახშირის წარმოება, ორთქლის მანქანები, ლითონ დამუშავება და ასე შემდეგ, ეს მთელი ეს მრეწველობა იყო თავმოყრილი ბირმინგემის სამრეწველო კვანძში. და ბრიტანეთს ქონა პრაქტიკულად ექსკლუზიური ტექნოლოგია აი ამ მეტალის და შალის წარმოებას და რაღაცებზე რა, მოკლედ. და სწორედ ამ ექსკლუზიური ტექნოლოგიების წყალობით მან დააგროვა თავისი პირველი სიმდიდრე, რომელიც შემდეგ კოლონიური ძარცვებით გააძლიერა. ანუ მწვანე ენერგეტიკის მიზანი ეს იყო, რომ შექმნილიყო ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ შექმნილიყო ექსკლუზიური ტექნოლოგიები, რომელიც ფლობელიც იქნებოდნენ ერთადერთი, ნუ ახლა ევროპის ქვეყნები არა, ალბათ ტრანსნაციონალური კორპორაციები ევროპაში ბაზირებული და შემდგომ აი ამ ტექნოლოგიებს ძალიან ძვირად გაავრცელებდნენ დანარჩენ მსოფლიოში და მათ ექნებოდა ექსკლუზიური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფდა ნახტომს მომავალში. ძალიან კეთილშობილური მიზანია. არავითარი კეთილშობილური მიზანი ამაში არ არის, ვინაიდან ესენი მაგალითად ატომურ ენერგიას ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებენ, ვერც სათბობენ ქვანახშირის და ნავთობის ენერგიას ვერ ჩაანაცვლებენ ვერაფერ და ვერც გაბუნებრივი გაზისას. ის რა არის ბატონო, რას ვერ მაგრამ მე აღმოჩნდა ერთი ძალიან საინტერესო რამე. რომ ამ ტექნოლოგიებს, ამ ექსკლუზიურ ტექნოლოგიებს აღმოჩნდა ძალიან კარგი მოსწავლეები ჩინელების სახით, რომლებიც ყველაფრის გადაღების დიდოსტატები არიან და მე ჩინელებმა ეს ყველაფერი გადაიღეს, რა თქმა უნდა და გაცილებით იაფად აწარმოეს და დატოვეს ხახამშრალი ჩვენი ევროპელი ეკოსატანის. აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა. ამ შემთხვევაში ეს ხალხი გასაგებია, რომ არ ვიცი იქ რა მართლაც რეინის ბაყაყებზე ნერვიულობენ თუ ექსკლუზიური ტექნოლოგიებზე მუშაობენ. საინტერესოა ძალიან, რომ მაგალითად, როდესაც ბარენცის ზღვის შელფს ბურღავს რომელიმე რუსული გეოლოგიური კომპანია, სრულიად შემთხვევით Greenpeace საკმაოდ ძვირად ღირებულ რეიდს აწყობს, რომ აქ რუსები ეს აზიზღები, როგორ ასე ქვია, აქ ბურღავთ იქ ბარენცის შელფს, იქ დელფინის კუჭია ეშალა, რაღაც ესეთი სულელი იტყვიან და რაღაცებს ეს. თუმცა აი რუსებს ხო ეს ძალიან ნაკლებად მაგრამ როდესაც რა თქმა უნდა რუსებმა ისწავლეს ამ ბოლო პერიოდში ელცინის დროს სულაც არა Greenpeace-მა განაცხადა ჩვენთანაც ეგრე არ იყო Greenpeace-მა განაცხადა და აბა უპასუხეთ Greenpeace და ახლა Greenpeace არავინ არ პასუხობს აი შვილებო რა თქვენ საქმეს მიხედეთ იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ქარიშხალმა კატრინა მექსიკის ყურეში ExxonMobil-ის რამდენიმე ჭაბურღილი მოგლიჯა და მთელი ბარენცის ზღვა, ბარენცის მეთქი, მთელი კარიბის ზღვა ნავთობის აპკით დაფარა და აი კატასტროფა იყო მართლა ეკოლოგიური. თუ იყო, გამოიწვია რატომღაც მაგაზე ამ ეკოსატანისტების აღშფოთება არავის არ გაუგია. ეთყობა იქ არ იყო. ხო, და ეთყობა იქ რომ დელფინის კუჭი აეშალა მაგაზე. აი ისიც რა არის საინტერესო, ისინი ვერ ხდებიან რომ კაი დაუშვათ და გერმანიაში დაუჯერა გერმანიის ხელისუფლებამ მართლა დაუჯერა და ამის გამო დაიღუპა. საფრანგეთმა არ დაუჯერა.
ისინი ვერ ხვდებიან რომ დაუშვათ გერმანია როც თქვა საფრანგეთმაც რომ თქვას უარი აი ამ ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე მათი კონკურენტები აზიაში იგივე რუსეთი იგივე ჩინეთი იგივე ინდოეთი ისინი არ იტყვიან უარს და ხო ყველა ვარიანტში გაუსწრებენ ეს ქვეყნები არ განიხილებოდა კონკურენტებად ისინი თვლიდნენ რომ ჩვენ აქ რასაც გვინდა ვიზავთ და კონკურენცია იქიდან თვლიდან არ არის კონკურენციის საფრთხეს ისინი ვერ გრძნობდნენ ნუ ეს ცოტა ქედმაღლობის დამსახურებაცაა ნუ ზედმეტ გამჭრიახობასაც ნუ მივაწერთ ხოლმე სარგეულ ამხანაგებს ადამიანებად არ თვლიდნენ ესე იგი ეგეც კი ნუ დამოკიდებულება ახლა ვინმეს თუ გონია რომ ესა ნაციზმი ევროპაში რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი მოვლენაა ძალიან ძლიერად ცდება რა სხვა შორის ნაციზმი ევროპის ბუნებრივი მდგომარეობაა უბრალოდ ძალიან ბრუტალური ფორმით გამოვლინდა გაცილებით უფრო საშუალოზე გაცილებით ბრუტალური ფორმით გამოვლინდა გერმანიის შემთხვევაში 30-იან წლებში თორე თუმცა მხოლოდ გერმანიის დაბრალებას არ შეიძლება და რომელი არ იყო მაშინ ფაშისტი იტალია ესპანეთი ფრანკო იყო ესპანეთში რა ვიცი აქეთ ხორვატები უბედურებებს აკეთებდნენ უნგრეთი მაგათი მოკავშირე მთლიანი კონტინენტური ევროპა ფაშისტური ჯურის ორგზის კავალერი ლეონ დეგრელი ბელგიელი ნაცისტების ხელმძღვანელი გაიხსნა ანუ მთელი ევროპა მაშინ იყო ნაცისტური უბრალოდ გერმანიაზე გადაწყდა მე ეჯოხი კი რა თქმა უნდა ხო და ეს არ არის მათი კონტექსტიდან ამოვარდნელი და რეალურად ეს ყველაფერი სწორედ იმ რასიზმის თეორიას და ეს ყველაფერი აი ამ თეთრი რასის სუპრემატიზმი სწორედ მანდიდან მოდის ევროპიდან მოდის საიდან მოდის ეს გასაგებია, თუმცა აი ისე ჩვენ რითიც დავიწყეთ საუბარი სურსათის ფასებთან დაკავშირებით და მარჟებთან დაკავშირებით და კარტერული გარიგებებთან დაკავშირებით იქნებოდა თქვენი მოსაზრებები საინტერესო. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება არსებობდეს ქაღალდზე დაწერილი ეს არაპატიოსანი შეთანხმება ვითომ კონკურენტებს შორის, ესენი მაინც არსებობს. ამას ამბობს სხვა შორის პრემიერ-მინისტრიც და მე მართალსაც ამბობ. კი ბატონო, და ამის გამოძიებას აპირებს სუსი. ჩემი აზრით, ეხლა არ ვიცი ეხლა ამას რამდენ მოისმენს თუ არა პრემიერ-მინისტრი, უნდა თქოს ალბათ არ მოისმენს, მაგრამ მან შემას ვიტყვი, ხო? ჩემი აზრით უშიშროების სამსახური და პოლიცია და პროკურატურა მაგ ამბავში უნდა ჩაერთოს მხოლოდ სულ ბოლო ეტაპს. რაც დაადგენს შესაბამისი კონკურენციის აი ეს პროცესი, რასაც ქვია ფასების მონიტორინგი და რასაც ქვია ეს კარტელური გარიგებების მოძებნა და ეს არ უნდა იყოს რაღაც კამპანიური რეჟიმი. ეს უნდა იყოს ამისთვის საჭიროა შეიქმნას სისტემა რომელიც 7-24-ზე რეჟიმში განახორციელებს ამ შემოწმებას. სამოხმარებლო ბაზარი, ბაზარზე ფასწარმოქმნა და ამ ფასწარმოქმნის მონიტორინგი, როგორც პროდუქციის, ისე კომპანიების დონეზე. ეს ყველაფერი შესაძლებელია. ამისაც გვაქვს ჩვენ უწყება ანტიმონოპოლიური სამსახური. არის, მაგრამ ნუ ახლა კანონმდებლობას თუ შეხედავთ იქ მაგალითად აი კონკურენციის სააგენტოს კანონმდებლობაში მე-20 მუხლში წერია რომ მოკლევის საფუძველი რა შეიძლება გახდეს. შეიძლება გახდეს ვიღაცის განცხადება. აი ბაზარზე რომელიღაც კომპანიამ თქვა რომ მე რაღაც კონკურენციაში მზღუდავენ და ეს განცხადება შეიძლება გახდეს საფუძველი. ანუ ისე თვით ინიციატივით არა აქვს ამის. არა, თვით ინიციატივა არ უნდა, მათი საქმე უნდა იყოს სწორედ ეს. და ამის გაკეთება შესაძლებელია. მე მაქვს ამაზე იდეა როგორ უნდა გაკეთდეს ეს არის 7-24-ზე რეჟიმში უნდა გროვდებოდეს ეს ფასების ინფორმაცია როგორც სასალო გაყიდვიდან ისე საბითუმო გაყიდვებიდან ეხლა უმსგავსობამდეა გამარტივებული ინფორმაციის მოძრაობა და მისი თავმოყრა შესაძლებელია. იტომეტეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ამისი აგროვება და მუშაობაც არ აღარ. ოღონდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა ჩააბარო არაფერი ბოლომდე. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა ბაზები, მისი დამუშავების კარგი ალგორითმი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი დიდებულია. ერთი პატარა ნოუთბუქით ახლა მე შემიძლია ვაკეთო საქმე, რასაც 50 წლის შეჭირდებოდა 3 ინსტიტუტის ერთთვიანი მუშაობა. ეს ძალიან კარგია. მაგრამ ძალიან კარგი დამხმარეა. რა თქმა უნდა, ეს არის ინსტრუმენტი და არა ხელმძღვანელი, ესე უნდა შეხედოთ. იმიტომ რომ არ არსებობს არავითარი ხელოვნური ინტელექტი. არის ძალიან კარგი პროგრამული უზრუნველყოფები, კარგი ალგორითმები და ასე შემდეგ.
ინტელექტი ერთადერთი არის ბუნებრივი, ის რაც ადამიანს უბოძა უფალმა. დანარჩენი მეტი სხვა ინტელექტი არ არსებობს. კარგი პროგრამები არსებობს, უდაოდ კარგი დამხმარეებია, მაგრამ ეს მხოლოდ დამხმარეებია, ეს მხოლოდ ინსტრუმენტია და იარაღია. და აი ეს შეიძლება ამის გაკეთება 7-24-წე რეჟიმში უნდა მიდიოდეს ამის მონიტორინგი და ანალიტიკური ამის შესაბამისი სპეციალური ალგორითმები მომზადება შეიძლება ამისთვის ამ გაერთიანებული მონაცემთა ბაზების დიდი მონაცემთა ბაზების ანალიზის საფუძველზე რომ დაადგინოს სად რა არის მოგების მარჟა, როგორი არის გაყიდვების წილი, არის თუ არა შესაძლო კარტელური გარემოება და ამ დასკვნის საფუძველზე მერე უკვე შეიძლება დაიწყოს პროკურატურა და უშიშროება. როდესაც დანაშაული დადგინდება ამ შემთხვევაში. როცა დანაშაულის ნიშნები ყოველ შემთხვევაში იქნება ცხადი. სილუეტი გამოიკვეთება თორემ ხა პირდაპირ პროკურატურა შეუშვა ახლა და ხო პროკურატურა ამას ვერ გამოიკვლევს. და არც არის რო ვთქვა ეხა პროკურატურის საქმე, ფასების დადგენა. ხო, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორი იქნება შესრულება, თორემ იდეა ბრწყინვალეა. იდეა ბრწყინვალეა, იმიტომ რომ ხა რაც ირაკლიმ თქვა ესეთი რაღაც რომ 94%-ო თუ რაღაც ხო? აღარ მახსოვს რაღაც ზუსტად რიცხვი, მაგას ასეთი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ვნახე მაგალითად სამხმარებლო ფასების ინდექსი 2010 წელთან შედარებით საქართველოში 79%-ით არის გაზრდილი ფასები. საქართველოს მთლად პირველი არ არის სოფლიოში ამაზე, ნუ მაგალითად სამხრეთ სუდანში არის 51% ინფლაცია 2010 წელთან შედარებით. თურქეთში არის 8000%. ირანში არის 6000%. რაღაც ეს საშინელი რიცხვებია. თუმცა ახლა სუდანზე ხوار უნდა კონდეს სწორება. ნუ მაგრამ საქართველოს 173 ქვეყნიდან, რომელსაც 2024 წლის მონაცემები აქვს განთავსებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის საიტზე, საქართველოს არის 111 პოზიციაზე. ანუ ერთ-ერთი მაღალი ინფლაციის ქვეყანა არის საქართველოს. მაგრამ ახლა ეს მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ მთლიანი ინფლაცია, არამედ ინფლაციის შემადგენელი ნაწილები, რომელიც სასაქონლო ჯგუფებზე იყო ყველაზე დიდი ინფლაცია. ჩვენთან ყველაზე დიდი ინფლაცია იყო თამბაქოს ნაწარმი 2010 წელთან შედარებით 100%-ად 2010 წელია აღებული და მეორე ადგილზე არის სურსათი. სასურსათო ინფლაცია არის ყველაზე უფრო მძიმედ გადასაჭრელი. თამბაქოს შემთხვევაში ეს ხელოვნურად რომ მოხდა გაძვირება, ესეც შედის ამ ყველაფერში. აკციზი, აბა რა თქმა უნდა, ფასი გაიზარდა, სამხმარებლო ფასი გაიზარდა. კი ბატონო, ასე კი. ხო. და ნუ რაღაც პოზიციებზე შემცირდა კიდეც ფასები 2010 წელთან შედარებით, მაგრამ ძირითადი მაინც არის სასურსათო ფასები და სასურსათო ინფლაცია არის მოსახლეობის ყველაზე ფართო ფენებისთვის ყველაზე მძიმედ გადასატანი ინფლაცია და სწორედ ამიტომაც გააკეთა ამაზე აქცენტი პრემიერმა და კიდევ პრემიერმა აქცენტი გააკეთა მედიკამენტებზე ფასებზე. სხვა შორის როდესაც მოსახლეობის წუხილებს იკვლევა ადამიანთა სევდასრულდესაც აგროვებს. მედიკამენტებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მაღალი ასაკოვან ადამიანებში არის ერთ-ერთი მთავარი წუხი. კი, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზებიც, როგორც ამბობენ ეს იმპორტიორები ყოველ შემთხვევაში და მთავარი და უმთავრესი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ჩვენთან შემოდის გამარტივებული წესით არის შესაძლებელი შემოიტანო ევროპული ბაზრიდან, ევროკავშირში წარმოებული წამალი, რაც ნუ აი რამდენადაც მე ჩავიხედე აი ამ სისტემაში და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებთანაც გავიარე კონსულტაციები, იქ არსებობს ასეთი ტრადიცია, რომ ვინაიდან საქართველოს არის ამ შემთხვევაში რუსეთის მეზობელი სახელმწიფო, მათ აქვთ ევროპულ წარმოებულ ამ ფარმაცევტულ კომპანიებს ოდითგანვე აქვთ ასეთი პოლიტიკა, რომ რუსეთში წამალი, მათი წარმოებული წამალი იყიდება 7-ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე თავად ევროპაში. იმისათვის, რომ საქართველოსთან არ მოხდეს, ასე ვთქვათ, რუსული ბაზრის დაზიანება, ვინაიდან ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი სახელმწიფო, ამიტომ ჩვენთანაც 7-ჯერ ძვირად ყიდიან ამ. ანუ ჩვენი შემომტანები მთლად არ ტყუიან მაგაში, რომ ევროპული წამალი რო შემოიტანო საქართველოში 7-ჯერ ძვირი უნდა გადაიხადო, ვიდრე ის ღირს
თვითონ ევროპულ ბაზარზე და ეს მათ მიერ დადგენილი სატარიფო პოლიტიკა ეხა ამას რა უნდა უშველოს. ხო, ნუ მაშინ მაგისი წამალი არის რომ განავითარო მე მგონია მაგის წამალი არის თურქული პროდუქცია, ეხა თურქეთის მეზობელიც ვარ და თურქეთი თვითონ აფინანსებს საკუთარ ფარმაცევტულ ბაზარს და შეგვიძლია. მაგიდა შენთან შეგიძლია გააკეთო რაღაც ფარმაცევტული ხო, ჩვენთან მაგრა აკეთებენ, კი ვიცით. რაღაც კი არის წარმოებები, მაგრამ როგორც წესი, ნაკლებ ხარისხიანი გამოდის ხოლმე. ხო, ნუ ახლა ხარისხი კიდე ცალკე ამბავია. ხარისხი კიდე ცალკე ამბავია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთელი ეს ვაჭრობის ნაერთი მონაცემთა ინფორმაციული მასივი შექმნა შესაძლებლობას მოგცემს, რომ ზუსტად შეაფასო ეს მარჟები რა, მოგების რამდენი პროცენტიანი ფასტამატი ედება, როგორ მიდის მთელი გზა HS კლასიფიკატორის საბედნიშნა კოდის დონეზე შეისწავლო, როგორ რა გზას გადის ქვეყანაში წარმოებიდან და საზღვრიდან შემოსვლიდან პროდუქცია დახლამდე, მომხმარებლამდე უშუალოდ და აი ამ გზაზე როგორ წარმოიქმნება ფასი, რომელთაც მერე ეს იყიდება. და თუ იქ არის რაღაც მართლა ზემოგებებზე საუბარი, შეიძლება იყოს კარტელური გარიგებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, ეგ გარანტირებულად არაფერი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი გარანტირებულად არც პრემიერს არ უთქვამს კი. რა თქმა უნდა, არ უთქვამს და სწორადაც მოიქცა რომ არ უთქვამს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იცით ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან დიდი პრობლემა აი ბოლო წლებში შედარებით ნაკლებად, მაგრამ გამოცდილება გვაქვს ძალიან დიდი, არა ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების და დასკვნების, არამედ ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების და დასკვნების. და ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია როგორც წესი, იმიტომ რომ ემოცია ყოველთვის ხერს უშლის რეალური სურათის აღქმას და როგორც წესი მიღებული გადაწყვეტილებას როგორც წესი არ მეყავს ქვეყანა და საზოგადოება სწორი მიმართულებით. დიდი მადლობა ბატონო ნოდარ, გავიდა ჩვენი საუბრის 1 საათი, ძალიან საინტერესოდ მიმოვიხილეთ, მე ვფიქრობ აი ამ ბოლო დროს რამაც გამოიწვია ნებათა ღელვა ჩვენ საზოგადოებაში ეს საკითხები და მადლობას გადაგიხდით სტუმრობისთვის. ასევე წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ შუა ახალ წელს. ასევე გილოცავთ დამდეგს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. და ახალ სეზონში ულოცავ აღურებელს. ახალ სეზონშიც დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად მოგვიწევს თქვენთან საუბარი და ამის იმედი მაქვს. აუცილებლად ეს სიამოვნების პაზარი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი იყო სტატისტიკოსი ბატონი ნოდარ კაპანაძე. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით. ხვალ ანალიტიკაში შევხვდებით ერთმანეთს 4 საათზე. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.